ისეთი საკითხი უნდა აგიხსნათ ინგლისურში, რომლის გარეშეც ინგლისური არ არსებობს. ეს არის adverbs of frequency. სიხშირის გამომხატველის ნიზედები. სიხშირის გამომხატველის ნიზედა რისთვის მჭირდება საერთოდ? ნებისმიერი საუბრის დროს, როდესაც ვამბობ რაღაცას, რომ რაღაც სიხშირით ვაკეთებ, მჭირდება აუცილებლად სიხშირის გამომხატველის ნიზედა. მოქმედებებზე, როდესაც ვსაუბრობ და მოქმედებებზე თითქმის ყოველთვის ვსაუბრობთ, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. პროცენტობას არ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაინც და მაინც ზეპირად უნდა იმახსოვროთ, უბრალოდ ვიცოდეთ თარგმანი და რომელი რა სიხშირეს გვიჩვენებს. Always, ყოველთვის. Usually, ჩვეულებრივ სამებრ თითქმის ყოველთვის. Normally, generally. ანუ ძირითადად რო ეს ეხდება რუტინაში რო გვიზის. Often, frequently, ხშირად, sometimes, ზოგჯერ, 50-50-ზე, occasionally, დრო-დადრო, პერიოდულად, seldom, იშვიათად, hardly ever or rarely, ძალიან იშვიათად და never, არასოდეს. გვერდზე წერია აქ წინადადებები და გამოყენებულია თითოეული და კარგად ნახეთ, ეხლა კი ვიცოდეთ წინადადებაში სად, რა ადგილზე უნდა გამოვიყენოთ სიხშირის გამომხატველის ნიზედა. არსებობს ორი ვარიანტი. ერთი. ჯერ არის subject-ი, შემდეგ ეს ნიზედა და შემდეგ მთავარი ზმნა. ამ შემთხვევაში subject-ი რა არის? შემსრულებელი პირი, სიხშირის გამომხატველის ნიზედა და მთავარი ზმნა. ნახეთ, I always study after class. Subject-ი არის I, შემსრულებელი, always არის სიხშირის გამომხატველის ნიზედა და შემდეგ study არის ჩვეულებრივი სტანდარტული ზმნა. ერთი მომენტი გვაქვს, შემსრულებელი, შემდეგ სიხშირის გამომხატველის ნიზედა და მთავარი ზმნა და მეორე მომენტი. ჯერ არის შემსრულებელი, მერე არის to be ზმნა და შემდეგ მოდის სიხშირის გამომხატველის ნიზედა. He is always happy. შემსრულებელი, to be ზმნა და სიხშირის გამომხატველის ნიზედა. სიხშირის გამომხატველის ნიზედა წინადადებაში უსწრებს, ანუ წინ არის მთავარ ზნებზე, თუმცა ვერ უსწრებს და ჩამორჩება, ანუ მოყვება to be ზმნას. აუცილებლად დავიმახსოვროთ და ძალიან გაგვიმარტივდება საუბარი. არ დაგვაუწყდეს ვიდეოს გამოწერა.